მაგალითისთვის ვიტყვი, თუნდაც დღეს, როდესაც საუბარი უმნიშვნელოვანესი რეფორმები დაანონსა და მათ შორის ერთ-ერთი საკითხი გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება, რომელიც სხვათა შორის ასე ჩაიფიქრა თავის დროზე ივანე ჯავახიშვილმა, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსა, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათ შორის ტექნიკური მიმართულების ფაკულტეტი დაარსა, მას არ დასწალდა, თორემ მის იდეა სწორედ იყო ერთი დიდი უნივერსიტეტი და სწორედ ასეთმა ბოლშევიკური აზროვნების ხალხმა მოუსწრაფა მას სიცოცხლე, ჯერ გამოაგდეს უნივერსიტეტიდან, დააბრუნეს და რა დაახვედრეს და არც შეარგეს იქ ყოფნა და ამან შეიწერა საბოლოო ჯამში. ჩვენ სინამდვილეში დღეს ვაბრუნებთ იმ იდეას, რომელიც ივანე ჯავახიშვილს ჰქონდა ერთი დიდი ქართული უნივერსიტეტის კრიტიკებენ, რომ 100 წლოვან ტრადიციას აუქმებთ ახლა ამ გადაწყვეტილებას. ჯერ ესეთი არაფერი არ უქმდება, საუბარია გაერთიანებაზე და ჩვენ აი დავაკვირდეთ რეაქციები რა იყო. და ვიდი უნივერსიტეტის ავტონომიაში ხდება ჩარევა და ეს მიიღება ისე, რომ არ არიან სამეცნიერო წრეები ჩართული. უყურეთ, პირველ რიგში გახლავთ სახელმწიფო უნივერსიტეტები, სახელმწიფო განსაზღვრავს მათ შორის სამხედრო პოლიტიკას და სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ეს არის მუშაობის შედეგი, კვლევის, დისკუსიების, კონსულტაციების, გამოცდილების, გააზრების და მიზნების დასახვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, რომელსაც, რა თქმა უნდა, სხვა გადაწყვეტილებებიც მოყვება.